ხდება უკვე კოდი. კარგი, ახლა მოდი გავარჩიოთ თითოეული, მივყვეთ ხაზ ეტაპობრივად. ესე იგი, num people და num teams ცვლადები არ შექმნილი. მომხმარებელს int input-ით ვეკითხებით, რამდენი მოთამაშე უნდა იყოს ამ ტექსტს, რაც აქ გამოვიდა. შემდეგ ისევ num teams-შიც იგივენაირად int input-ით ვეკითხებით, რამდენი teams-ი უნდა იყოს, გუნდი, ხო? int input-ი აქ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მთელი რიცხვი უნდა შევიყვანოთ. ანუ ვერ შევიყვანთ მაგალითად 25.3-ს, ხო? 25.3 ადამიანი არ არსებობს, ან არსებობს 25, ან არსებობს 24, ან არსებობს 26 და ასე შემდეგ. მთელი რიცხვი უნდა იყოს. ისევე როგორც გუნდი არ შეიძლება ნახევარი გუნდი იყოს. გუნდში შეიძლება იყოს ნახევარი გუნდის წევრები წარმოდგენილი, მაგრამ თვითონ გუნდი არ შეიძლება ნახევარი იყოს, ხო? ეს ორი ხაზი კომენტარი არის. ახლა რა ხდება? People per team ეს არის ცვლადი, რომელიც რას აკეთებს? Num people-ში არსებულ მნიშვნელობას მთელი გაყოფით ყოფს num teams-ზე. ანუ ეს ორი ხაზი ახსნილი მაქვს წინა ვიდეოში, ნიშნავს მთელ გაყოფას. ანუ მაგალითად 25 რომ გავყოთ 4-ზე ხომ არის 6 მთელი და კიდე წერტილის შემდეგ რაღაც გრძელდება, ხო? ამიტომ ამ რაღაცას აღარ ამოიღებს, ანუ ამოიღებს მთელ რიცხვს, ანუ ეს ორი დახრილი ხაზი. შემდეგ leftover-ი ცვლადი არის შექმნილი, რომელიც რას აკეთებს? num people-ს დანაშთავს num teams-ზე. დანაშთო რას ნიშნავს? გაყოფს და ნაშთი რაც იქნება, იმას ამოიღებს და შეინახავს ეს ცვლადი. ესე იგი num people-ი ჩვენ ხო შევიყვანეთ 25, num teams-ში შევიყვანეთ 4, ესე იგი 25-ს გაყოფს 4-ზე. პასუხი არ აინტერესებს, უბრალოდ ამას აინტერესებს ნაშთი. 25 არ იყოფა 24, ხო და 25-მდე რჩება 1, ანუ 1-ს მიიღებს, ანუ ეს leftover ცვლადი მიიღებს 1-ს, მნიშვნელობა 1-იანს. და შეინახება ეს 1-იანი აქ. შემდეგ უბრალოდ ბეჭდავს. აი ამ ტექსტს ეს 1-იანი მთლიანი დიდი ტექსტი არის და აი ეს ხაზი, ეს არის ქვედა ხაზზე გადატანა, ანუ თუ მე ერთ ხაზზე ამას ვერ ვატევ, კი დავატევ, მაგრამ ძალიან გრძელი გამოვა, ხო? ამიტომ მე შემიძლია გადავიტანო ამ ხაზით პლუსი და გაყოფის ხაზი ხო მარჯვნიდან მარცხნივ არის დახრა და ეს არის პირიქით უნდა დავხაროთ და ამის შემდეგ მე შემიძლია გადავიტანო ტექსტი აქეთ და შეცდომა აღარ იქნება პროგრამისთვის. და შემდეგ გვიბეჭდავს უბრალოდ აი ამ ტექსტს ჭყალებში როცა ჩასმული გვერდით მიეწერება string num teams, ანუ იქნება ამდენი ჯგუფი, ეს ტექსტი დაიბეჭდება, შემდეგ გვერდით მიეწერება string people per team და შემდეგ მიეწერება ეს ტექსტი, ანუ როგორც წინა სავარჯიშოებში იყო, უბრალოდ ამ ცვლადებს გადავაქცევთ string-ად, ხო? ანუ იმიტომ რომ ეს ცვლადები ინახავს ინტეჯერებს. ესეც და ესეც. აქ თუ გვექნებოდა ერთი ხაზი, მაგ შემთხვევაში, აი მოდი 25 enter და 4 enter. მაგ შემთხვევაში 6.25-ს დამიწერდა. ამიტომ 6.25-ს ვერ დავწერ, ხო? 6.25 არ შეიძლება იყოს ჯგუფი, ხო? თიმი. ამიტომ ვწერთ აქ მთელ გაყოფას. კარგი, next დავაჭიროთ.